სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ეხება მედიცინას, ჩასახვის, ემბრიონის განვითარების, ძალიან ისეთ სპეციფიურს, რომელზეც მე დამჭირდა ტერმინოლოგიების მოძიება, სიტყვების განმარტება და გამიკვირდა კიდევ ერთხელ, რომ ჯონ მაკარტური ესე კარგად არის ჩახედული ამ თანამედროვე ტექნოლოგიებში, რაც ეხება ბავშვების ჩასახვას და მშობიარობის საკითხებს. მეგონი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვისაც და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ერთ-ერთი პიროვნებასაც მე მოვიძიე, რომელიც მარტო გვარი იყო ნახსენები ფრენსის კრიკი თუ კირკი. ნახავთ ახლა ჩვენ მოვიძიე ეს ინგლისელი ძალიან ცნობილი ყოფილა ძალიან ცნობილი ეს ემბრიოლოგი, რომელიც გენერალური ინჟინერიაზე ნობელის პრემიის ლაურეატი ამ საკითხებში, გენეტიკის და DNA-ის საკითხებში. და უბრალოდ წარმოვიდგინეთ 80-იან წლებში უკვე რა გაქანება პოვა ამან. და რეები ხდება დღეს ამ სფეროებში. რაც წარმოუდგენელი იყო ადრე, მაგალითად ადამიანებისათვის, როცა ხდებოდა საკითხი ბავშვის გამრავლებაზე და ბავშვის ჩასახვაზე. დღეს უკვე ძალიან ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, რეგრესისაკენ არის და არა პროგრესისაკენ, როცა გონიათ რომ მათ პროგრესია და ამ პიროვნებაზე როცა გადავხედე მის ცხოვრებას, ხომ? ეს პიროვნება ახლა ვიგეტყვით მე, რომ წინასწარ არ იმას აქვნა ფრენსის კრიკი, რომელიც პირდაპირ გაგებდია ფრენსის კრიკი. რომელიც პირდაპირ გაგებით ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობას და ბიბლიურ იმას. აი ეს ჰუმანისტის მანიფესტო მე რო ვახსენე, ბერმა ნობელის პრემიის ლაურეატმა მოაწერა ხელი. და ამ პიროვნებასაც მიაჩნია, რომ ქრისტიანობა იყო ხელის შემშლელი და ქრისტიანობის ჩანაცვლება უნდა მოხდარიყო ჰუმანიზმით. და პირდაპირ გაგებით რაც უფრო ჩქარა ჩვენ გავაუქმე და ბავშვებს არ ვასწავლით ბიბლიას, ხომ? უფრო გაგვიადლება თანამედროვე ცხოვრებაში წასვლა. ინგლისში დაბადებული პიროვნება, რომელიც კალიფორნიაში გადმობარგდა და ნახეთ ამერიკა როგორ იზიდავდა ესეთ გონების ადამიანებს, ის კაც გარდაცვლილი არის 14 წელში დაიბადა, მე მგონი თუ არ მეშლება. და ძალიან ესეთი გავლენიანი მეცნიერი იყო და რამდენი არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც სატანა ესეთ ნიჩს იყენებს სამწუხაროდ თავისი მიზნებისათვის. და ხდება ესე დამახინჯება, ხომ? ადამიანს სხვადასხვა ქართველებსაც კი უთარგმნიათ ეს პიროვნება, ნახეთ მედიცინა რო ქართველებს უყვართ, ხომ? ფრენსის კრიკი. ნორთემპტონი, ინგლისი, 1916-2004-ში, სან-დიეგო, კალიფორნიაში. ნახეთ, კალიფორნია იზიდავდა ყველას. ბრიტანელი მოლეკულური ბიოლოგი, ბიოფიზიკოსი, ნეირობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი 62 წელსში მედიცინაში, ჯეიმ უსტონისა და მეორე ულკისთან ერთად და ამათ ჯგუფს იხსენიებს ჯონ მაკარტური, ესე იგი ძალიან ცნობილი იყო რომ იცოდნენ. და ამას აქვს ახლა ქართველებმა ლიმიტირებულად გაიმასაკრეს, მაგრამ ევგენიკაში აქვს ამას უკვე თავისი ისინი, იმიტომ რომ ადამიანი ხო არ ჩერდება რაღაცას რო აღმოაჩენს, უკვე ისეთი შეზდის მას ისეთი ილუზია, რომ უკვე ღმერთი არის და ღმერთივით უკვე ერევა ამ საკითხებში. და რო გადახედავთ ერთ-ერთი რაზეც ევგენიკაზე იყო ლაპარაკი და ამ კითხვიდან იქნება დასმული ჯონი, ამიტომ მოიტანს ჯონ მაკარტური მას. და ახლა ერთია რომ DNK-ში მუშაობ იმაზე გენეტიკურ იმაზე და მეორე უკვე ევგენიკაში რო ერევი. და უკვე აქ იწყებ შენ რაღაცა ესე ვთქვათ აზრების იმას, რომ აი მდიდარ მშობლებს შეეძლებათ უკვე რომ ბევრი შვილები იყოლიონ, გესმით? და ასეც არ არის, ახლა კარიერას და იმას გადაყვება ადამიანები და მერე ცდილობენ ბავშვის სკოლას და როცა არ შეუძლიათ, აი აქ ერევა უკვე სამთამენებრივი მედიცინა და ისინი ბევრ საშუალებებს იძლევენ. ახლა არ ვიცით თუ არა, მე-14 შვილი შეეძინა მე-4 პარტნიორისაგან, არც კი არ დაქორწინებული ისე პარტნიორები ელონ მასკს. იცით ხო? და მას აქვს ეს ალბათ შიშებიც არის, მოდი ვთქვათ, რაღაცა მაგასაც ეს შეხედულებები აქვს, ხო, რომ ვითომ გამრავლება და ძალიან ვითომ ახლა კონსერვატორულში მოჭდა, ხო? ეს ელონ მასკი ძალიან ისეთი საშიში პიროვნებაა, მე თუ გითხავთ, ძალიან გავლენიანი და
თეთრი სახლის კათედრიდან უკვე ბევრ რაღაცებს უკვე ცდილობს თავის იდეებს, ხო? ასე რომ აი ეს პიროვნება ნახეთ როდის იყო დაკავებული ამითი და როდის იყო ესეთი ინტერესი და შემდეგი კითხვაც აქედან მოდის ამ ქალბატონს, რომელიც ამას სვავს მე მგონი, ჩემი აზრით ქალბატონი არის, იმიტომ რომ იტყვის რომ მასაც ბავშვი შეეძინა ჩვეულებრივი მითი და განიცდის ამას რაც ხდება. სახელდაგვარს კიდევ ერთხელ გეუბნებით არ ასახელებენ. სალამი ჯონ, მოგესალმებით. ჩემი კითხვა ასევე ეხებოდა იმას თუ როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ ქრისტიანება მეცნიერების ახალ ტალღას. მედიცინის სახში, მედიცინის სფეროში, რომელიც ქმნის სიცოცხლეს და როგორც ისინი მას უძახიან ლაბორატორიაში, საცდელი სინჯარის ჩვილები და სპერმის ბანკები. ისიც სპერმის ბანკები ჩვეულებრივი რამეა დღეს უკვე საქართველოშიც ყოფილა ესა და არიციან ადამიანებმა ვისგან და რა შვილი ყავთ, ხო? და შეიძლება როგორც ბატონო თეოფილემ არაერთხელ თქვა, რომ ინცესტი მოხდეს და არ იცოდეს შენ რომ შენ ძმასთან ან დასთან გაქვს მერე ურთიერთობა და ესე მრავლდებიან კაცობრიობა. და ეს ქალბატონი ახსენებს, ჩვენ ასევე ნახეთ დოკუმენტური ფილმი 28-ვე არხზე, რომ ლაბორატორიაში საშვილოსნოს გავს გარემოში უნდათ რომ ბავშვი შექმნან და უყურონ მის განვითარებას თუ როგორ ვითარდება ის. ჩვენ ახლახან მივიღეთ ღმერთისაგან მეორე საჩუქარი შვილი 2 კვირის წინ და იმის საშუალებით მივიღეთ რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა ნატურალურად. გახსოვთ ხომ ფსალმუნი 138-ს რას ამბობს? შენ გამომსახე ჩემი თირკმელები, შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედა ჩემის მუცელში გამომძერწე. გაქებ რადგან შიშით ახსავსე და მშვენიერი გამომსახე. საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნითდი მუცლის სიღრმეებში. ჩემი ჩანასახი იხილე შენმა თვალებმა და შენ წინგში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი. ეს ქალბატონმა მოიტანა 1 მუხლი, მე წაგვიკითხეთ უკვე 4 მუხლი აქედან და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ყველამ სადღაც ჩვენ უნდა გავავლოთ ის საზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ კითხვაზე როგორ უპასუხო გულწრფელად, იმიტომ რომ ეს ძალიან ვრცელი კითხვაა. გარდა იმისა, რომ თქვა, როცა რაიმეს აკეთებ, გარდა ჩვეულებრივ ღვთისგან განზრახული საშუალებებისა. მე ძალიან ღელავ და ძალიან ნერვულობ ამ დროს. გასაგებია ხომ? ანუ არის რაღაცები, რაც მე მეჩვენება რომ მიუღებელია და ჩემი აღქმის მიღმა არის. ჩემი გონება მათ ვერ იღებს. მაგალითად, განაყოფიერებული ემბრიონის აღება და მისი სხვა ადამიანში გადანერგვა, რაცა იქ განვითარდეს ის. და მე ვიცი რომ უკვე თანამედროვე მედიცინა ამაში არის ჩართული. დაუბრუნდეთ თავარ საკითხს. თუ უფალი გულისხმობდა, რომ თქვენ ბავშვი უნდა ყოლოდათ, თქვენ გეყოლებათ ბავშვი. და თქვენ არ დაგჭირდებათ ამ ყველაფრის გავლა. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ბავშვის გაჩენა არ შეგიძლიათ ბავშვი შველა და აყვანა. და ეს საკმაოდ ტრადიციული შეხედულებაა და ქრისტიანული. და მე კონკრეტულად ჯონ მაკარტური ძალიან კომფორტულად ვძნობ თავს ამ კუთხით. ამავე დროს ვიცი რომ არიან წყვილები, რომლებიც მიდიან უშვილობის სპეციალისტებთან. სინამდვილეში მე მინდა გაცნობოთ თუ თქვენ არ იცით, ჩვენ ეკლესიაში წყვავს ისეთი ექიმები, რომლებიც არიან ამ უნაყოფო სპეციალისტების სპეციალისტები. და ისინი მოგაწვდიან გარკვეულ მომსახურეობას ამ კუთხით. რათა გაცნობონ თუ რა არის თქვენი ალტერნატივა. და მე ვფიქრობ, რომ ისინი მხარს არ უჭერენ რომელიმე ესეთ საკითხს. მაგრამ არსებობს სხვა გზები, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ასეთ წყვილებს. მაგალითად, ვინმე შეუძლია თქვას, დიახ, მე სურს რომ მყავდეს ბავშვი.
და მიდიხართ და იკეთებთ საკეისრო კვეთას. თუ ისე დაბადება არ შეგიძლიათ, ეს ძალიან მისაღები ფორმა არის. მაგრამ ამავე დროს თქვენ არ გადიხართ ისეთ ფანტაზიებში და შორს, რომ გახვალთ სადღაც ეზოში, ფოთელს ჩაეჭიდები და ხიდან ბავშვი ჩამოვარდება. მე არ გულისხმობ ამას. ეს ჯუნგლების მიდგომაა. არა, ჩვენ გვინდა რეალურად დახმარება, ასე რომ ჩვენ ვიდივართ სამავტყოფოში და თუ ნორმალურად არ შეგვიძლია ბავშვის გაჩენა, ნახეთ, ჩვენ ყველანაირ საშუალებას ვიღებთ, რომელიც ეთიკურია და რომელიც მორალური. და საკეისროც ეს არის. ასე რომ ჩვენ მადლობელი ვართ იმ სამედიცინო მიღწევებისათვის და იმ ნიჭისთვის, რასაც ღმერთი იძლევა ექიმებისათვის. მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულია იმის ცოდნა, თუ სად გავავლებთ ამ ზღვარს. იმიტომ რომ თანამედროვე ეს აღმოჩენები ძალიან შორდება ღმერთის ამ კონცეფციას. მე მოკლე ფორმულირებას მოგაწოდებთ, თუ რითი შეიძლება იხელმძღვანელოთ. თუ ბავშვის გაჩენისათვის თქვენ მიდიხართ და იწყებთ ამ წყვილის, ამ ორი ადამიანის გარეთ ფიზიკურად ან სხვა ურთიერთობით ახალი სიცოცხლის გაჩენას ან ლაბორატორიაში ან ამ ემბრიონის გამოცხობას სადღაც სათბურში ბოსტნეულის მსგავსად მე უკვე აქ პრობლემა მიჩნდება და მე აქ უკვე წითელ შუქს ვანთებ. სხვა სიტყვებით, სადაც თქვენ უკვე იწყებთ განაყოფიერებას ქალისას სხვა სპერმატოზოიდით გარდა მისი ქმრისა. ან სადაც რაიმე გაქვთ სუროგატი დედის მდგომარეობა, რაც ახლა ყოველთვის კეთდება. ცხენების მოშენებისას მაგალითად. და მსგავსი რამ. როდესაც შენ უკვე ცდები ამ ორ ადამიანთან მუშაობას, რომლებიც ღმერთმა შეკრიბა ამ ბავშვის გასაჩენად, მე ფიქრობ, რომ აქ უკვე ჩდება რეალური ეთიკური პრობლემა. და ფრენსის კრიკმა და იმ ექიმებმა საფუძველი შეუქმნეს ამას ყველაფერს. და ეს უკვე იწყება გენერული ინჟინერია. და ჩვენ უკვე ძალიან შორს გავდივართ ამით. აბორტი კი ერთ-ერთი ნაბიჯია გენეტიკური ინჟინერიისაკენ. აბორტი ძირითადად ამბობს, რომ ჩვენ ახლა შევიმუშავეთ უფლება, რომ მოვკლათ ის, მისი დაბადება ჩვენ არ გვინდა. გასაგებია ხომ? რაც უფრო დახვეწილი ხდება ჩვენი პრენტალური ტექნოლოგია, მით უფრო მეტად შეგვიძლია განსაზღვროთ იქ მყოფი ბავშვის ხასიათი და ხარისხი. პრენტალური სიტყვა რომ მოვიძიე მე, ისევ აი აქ სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართულში, ამას ნიშნავს. ეს ლათინურიდან არის პრე წინ ნატალის დაბადებასთან, შობასთან არის დაკავშირებული, რაც დაკავშირებულია მშობიარობის წინა პერიოდთან. პრენატალური დიაგნოსტიკა, ნაყოფის გამოკვლევა დედის მუცელშივე. და თუ მათ შეუძლიათ და შეძლებენ ბავშვების გაზრდას ხელოვნურ საშუალოსნოში, რომ მათ წინასწარ განსაზღვრონ მისი განვითარების კურსი და აკვირდნენ მას, ისინი შეიმუშავებენ ტექნიკას, რაც დაადგენს მის ფიზიკურ უნარებს, მის გონებრივ უნარებს და ისინი გაარკვევენ ამის გაკეთების გზეს, მალე დადგება კითხვა, თუ ვინ უნდა დარჩეს ცოცხალი და ვინ ვერ იცოცხლებს, რომელი ემბრიონს დატოვებენ, რომელს მოკლავენ. და შემდეგ მოდის ეს გამრავლება. შეიძლება ზოგიერთი რამ, რასაც მე ვამბობ, შეიძლება საშინლად ჟღერდეს, მაგრამ მე მთელი გულით მჯერა და ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ადამიანური რასის, ჰუმანისტების, ინჟინერიის გზით შექმნა. კაცობრიობის პოპულაციის შემცირება
და ამ გზით კრიმინალების აღმოფხვრა, უფრო ჯანსაღი ადამიანების შექმნა და ამით საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემის აღმოფხვრა. უნდა საზოგადოებაზე მოქმედი ეგრეთ წოდებული დრონების აღმოფხვრა, რომ ყველანი კეთილდღეობაში იყვნენ. ადამიანები, რომლებიც მაგალითად წურბელებივით ჭამენ საზოგადოების რესურსებს, ისინი მოაშორონ და ამითი პრობლემები მოაგვარონ. და ამის გაკეთების პირველი გზა ეს არის მშობიარობის კონტროლი. გახსოვთ, რა პრობლემა ჰქონდა ჩვენ თავდაპირველად, ჩვენ ჰქონდა შობადობის კონტროლის დიდი ტალღა. შობადობის კონტროლი ყველა იყო დაშინებული. ეს იყო ტაქტიკა მსოფლიოში. ძალიან ბევრი ხალხი ყავს. პოპულაცია იზრდება. რაღაცა უნდა გავაკეთოთ. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მთელი მოსახლეობა, რამდენიც არის ხალხი პლანეტაზე 5 მილიარდია თუ რამდენი, დაეტევა როდ აილენდის შტატში, ნიუ-იორკთან ახლომდებარე კუნძულზე. მთელი მსოფლიო. და ამ დროს ჩვენ ყველა შეგვაშინეს, რომ ბავშვის გაჩენა ეს უკვე გადაიჭედება დედამიწა. და ამას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ. შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვილების მოკლა. და ამას გავაკეთებთ იმის საფარქვეშ, რომ თურმე ქალს აქვს უფლება საკუთარ სხეულზე კონტროლისა. რაც მთლად ასე არ არის. ეს არის პირდაპირი და უბრალოდ ჩვეულებრივი მკვლელობა. და ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად წარმოიქმნა ზოგიერთი ებრაელი ლესბოსელი ქალის მიერ თლიანობაში. ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი შეთქმულების ნაწილია, ვიდრე ჩვენ ეს გვესმის. საკმარისია თქვენ კულისებში გაიხედოთ და აღმოაჩენთ იქ ბევრ ადამიანს, ვინც კულისებშია ჩასაფრებული და ქრისტეს მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი. და მე დავამატებდი, გითხარით ფრენსის კრიკი, სპეციალურად არის ინფორმაცია, როგორ უპირისპირდებოდა. სხვანაირად არ შეიძლება, რომ ის ქრისტიანობაში ხედავდა უბედურებას. როგორ ძალიან ბევრი ადამიანი, იცით ხომ, რომ ქრისტიანობა იყო ის, რაც აფერხებდა. და რა თქმა უნდა, ლაპარაკია იმ არასწორ რელიგიაზე, ორგანიზებულ რელიგიაზე, რომელსაც ეს ადამიანები ხედავდნენ, როგორცაც ხედავდა ლენინი, სტალინი და ასე შემდეგ. მაგრამ არაფერ შუაში ქრისტიანობა არ არის, იმიტომ რომ მას არ ესმის რა არის ქრისტიანობა. მაგრამ ამას სიტყვერა და იმათ ებრძვის. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, იმედია რომ მე ოდესღაც შევძლებ და მოვახერხებ, რომ ამაზე მეტი გესაუბროთ. მაგრამ ეხლა ყოველ შემთხვევაში ეტაპობრივად თქვენ იცით, ნელ-ნელა იწყება აბორტის თემიდან გადასვლა უკვე ტოლერანტობაზე, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ტოლერანტული გახდა აბორტის მიმართ და ეხლა გადადიან უკვე გენერალურ ინჟინერიაზე. აი ესე რომ ამ საინჟინრო პროცესში შემდეგი რამ იქნება იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ნაყოფი, რა თვისებები შეიძლება მას მიენიჭოს და როგორ გავზარდოთ სუპერჰიუმენი, სუპერმენი, რომელი ნაყოფი გვინდა და რომელი არ გვინდა. შემდეგ ჩვენ ავიღებთ ნებისმიერ სპერმას და დავდგავთ ნებისმიერ ადგილზე. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ შობადობის ინჟინერიამდე მიყვანის ნაწილია და ეს მართლაც რომ საშინელებაა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ღმერთზე და მის სუვერენიტეტზე. ასე რომ მე ფიქრობ, ყოველთვის როცა თქვენ სცილდებით დაქორწინებული წყვილს, რომელიც ღმერთმა შეკრიბა და ცდილობთ შექმნათ ახალი სიცოცხლე მათ გარეშე, თქვენ ნამდვილად ხვდებით სერიოზულ ბიბლიურ და ეთიკურ პრობლემებში. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.